მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ევროპის დაისი. დღეს ჩვენ შევეხებით Deep State-ის რეჟისორობით და ევრობიუროკრატიის სამსახიობო ოსტატობით დადგმული აბსურდის თეატრს სახელწოდებით Saarbrückenმა გაწყვიტა ოფიციალურ თბილისთან ყველანაირი ურთიერთობა. ალბათ უნდა დავიწყოთ იმის მოყოლით რა იყო ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ შეიძლება ხალხმა არ იცოდეს გარდავის რომ Saarbrückens მოედანი არსებობს საქართველოში, რატო არსებობს და ასე შემდეგ. ეს იყო ცივი ომის პერიოდში პირველი დასავლური ნაწილის გერმანიის ურთიერთობა საბჭოთა საქართველოსთან კონკრეტულად თბილისთან, რომელმაც წარმოშვა ესე ძალიან მეგობრული ურთიერთობა გერმანელ და ქართულ ხალხს შორის და ამ ორ კონკრეტულ ქალაქს შეექმნა როგორც კულტურული, ისე სოციალური ურთიერთობები ერთმანეთთან. იქ Saarbrückenში ჩვენ დღეებს აღნიშნავენ, ჩვენ მათ და ასე შემდეგ. და ეს კავშირები არსებობდა თითქმის 50 თუ მეტი არა წელი. და დღეს უცებ გამოგვიცხადეს, რომ ყველანაირი ტიპის ურთიერთობა Saarbrückensა და თბილისის შორის შეწყდება. და ჩვენ ვისაუბროთ ალბათ უნდა რას შეეძლო გამოეწვია ესეთი დიდი გარდატეხა და ცვლილებები, მაშინ როდესაც მაგალითად გერმანიის ოფიციოზს ის კი არა რაღაცა ქალაქის მუნიციპალიტეტს მთელი ქვეყნის ლიდერშიპს არასოდეს მაგალითად მათ სხვა მეგობარ ქვეყნებზე რა ტიპის დარღვევებიც იქ არ უნდა ყოფილიყო, რა ტიპის უსამართლობაც, რა ტიპის სკანდალიც არ უნდა აგორებულიყო, მსგავსი რამ არ გაუკეთებიათ, არ განუცხადებიათ და ასე შემდეგ და ჩვენ გვიპოვეს რაღაც ისევ მათ წარმოდგენაში არსებული დაბალი ყოფე, ვისთანაც შეუძლიათ რომ ქალაქმა ქალაქს გაუწყვიტოს 50 წლიანი ურთიერთობა. გერმანიის დამოკიდებულება და გერმანია ალბათ ინდუსტრიული და კულტურული ცენტრი არის საფრანგეთთან ერთად ევროკავშირის. და პრინციპში ეს იდეურადაც ესეა და ტექნიკურადაც და ყველა მიმართულებით. და ზუსტად გერმანიის მიმართება გამოხატავს ძალიან კარგად ევროკავშირის ჩვენდამი დამოკიდებულებას. იმიტომ რომ გერმანელებს ეხლა ბოლო პერიოდში ყველაზე მეტად გამოირჩევა მისი ელჩი საქართველოში, როგორ საუბრობს, როგორ გვიმტკიცებენ ფაქტობრივად შავზე თეთრს, როგორ სრულიად სხვანაირად აღწერენ ყველანაირ საკითხს, როგორ არასწორად მოძრაობს და ასე შემდეგ. გერმანია არის პრინციპში, რომელიც მე ვიტყოდი ყველაზე მეტად დაზარავდა რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში, იმიტომ რომ გერმანია მოიხმარდა ამას არც ყოველ გადაცემაში აღნიშნავთ ხოლმე მთავარ რუსულ რესურსებს, ენერგორესურსებს, განსაკუთრებით გაზს, რის შედეგადაც ამაზე იყო დაფუძნებული შემდეგ მისი წარმოება, მისი ეკონომიკა, მისი ასევე პოლიტიკური მოძრაობები, ხო? და ეს არ გაუკეთებია როგორ თქვა გერმანიას თავისი ინტერესებიდან გამომდინარე და მეცაც გეტყვი ალბათ ვინც მაგ პერიოდში იყო ეს ლიდერშიპი რომელმაც თითქოს ეს გადაწყვეტილებები მიიღო ისინიც კი უარზე იყვნენ უბრალოდ ეს ამტკიცებს იმას რომ მთლიან Deep State-ის თქვა გერმანული რედაქცია Deep State-ის გერმანული ოფისია იქაურობა და აქედან გამომდინარე ხდებოდა რა ეს ყველაფერი. სხვა ახსნა არ აქვს რა. ხო მე არ წარმომიდგენია ქართველი რომელიც არ არის ამ აგენტურის პირდაპირი გავლენის მსხვერპლი თუ აგრეთვე ქსელში ჩაბმული სუბიექტი, რომელიც გაიგებს ინფორმაციას, რომ Saarbrückenმა თბილისს შეუწყვეტა მეგობრული ურთიერთობა და ამაზე იტყვის, რომ ეს დამსახურებული იყო. ეს რასაკვირველია ჩვენ ქვეყანას ეკუთვნოდა და რაღაც ხალხებს შორის ურთიერთობას ეკუთვნოდა. ეს ხო ზუსტად არის იმ რაღაც ცივი ომის პრაქტიკებიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მაშინ ამ ცივი ომის პერიოდში რა იყო, ყველაფერი იყო თავიდან ბოლომდე მედია, მესიჯი, ასე კონკრეტული ზეგავლენის აპარატები, რომელიც სათაური ახდენდა უკვე ყველაფერზე გავლენას, რა შესაძლო რეალური ან საფუძველიან ბერკეტი შეიძლება გააჩნდეს მსგავს ქცევას, ხო, Saarbrückenმა შეწყვიტა ურთიერთობა თბილისთან.
ეს არის თავიდან ბოლომდე მარტო ეს რაღაც ემოციური გავლენის მოხდენის მცდელობა, სადაც რომ ანუ თქვენ უკვე ესე იგი ისეთ მდგომარეობაში ხართ, ისეთი დემოკრატიული უკუსლა არის, ისეთი ტრაგიკული გარემოებები ჩნდება საქართველოში, რომ აი ჩვენი ქალაქიც კი ვეღარ ახერხებს, რომ თქვენთან მეგობრული ურთიერთობა, რომელიც ისტორიის 50 წელზე მეც ითვლის, გააგრძელოს თქვენთან და ყველანაირ წითელ ხაზს გადახვიდეთ. მაგალითად, ქალაქის მერმა გახკალაძემ უპასუხა საჯარო წერილით ამ გადაწყვეტილებას და იქ ნახსენები იყო მაგალითად ის, რომ ნახავდი შენც და ყველა ჩვენ მაყურებელს ალბათ ნახავდა დანიაში რა ტიპის მეთოდებით დაშალეს აქცია, ხო? ძაღლებს დააკბენინეს და დააგლეჯინეს ხალხი და ძალიან ცალსახად ნახეთ გადაჭარბებული ძალად ურამის ქვია დემონსტრანტებთან მიმართება. თან დანია, რომელიც ერთი მხრივ ალბათ დანიელებს და შვედებს ერთმანეთთან კიშკობა აქვთ, რომელი არის სკანდინავიის კულტურული დედაქალაქი და კულტურული ცენტრი. ეგ ერთი და მეორე ხა დანიას თავის სამეფო ჰქონდა და იმპერია და მართლა ძალიან დიდი კულტურული ხაზი აქვს. და ეხლა თუ სადმე სოციალურ სახელმწიფოს იდეა არის და ადამიანის უფლებები გაფეტიშებულია ოღონდ ის უფლებები ლიბერალური დემოკრატიის და ეს კულტურული მარქსიზმის ყველაზე მეტად აი დანიაში ხდება. მაგრამ მეორე მხრივ დანიაში მძლავრობს ანტისაიმიგრაციო პარტიები და მე ესენი რაღაც საჯაროდ წავენ ყურანს, მე იმას იცავს პოლიცია და არის დაძაბულობა და ზოგადად რაც კი ჩვენ ეს ვნახეთ რა ევროპაში, რაც კი აი ამ კულტურულ მარქსიზმს და ანუ ცუდ ლიბერალურ დემოკრატიას ეწინააღმდეგება, ყველას და ყველაფერს არბევენ, შლიან ყველაზე ბრუტალური და საშინელი მეთოდებით. ხო და ამის შესახებ გერმანიის არც ერთი ოლქის თუ ქალაქის მუნიციპალიტეტს თუ წარმომადგენელს ხელისუფლებაში ყოფ ადამიანს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია, რომ აი როგორი სამწუხარო რამ მოხდა კოპენჰაგენში. ის კი არ არის ურთიერთობა, აი უბრალოდ არ იყო ლამაზი ეს რაღაცა, არ იყო ეს ევროპული, არ იყო რაღაცა ადამიანის უფლებებთან სწორად თანხმედრაში. კოპენჰაგენის ამბავს ხარ რატო ვიხსენებთ, იმიტომ რომ უახლოესი დღეების ამბავია, მაგრამ ჩვენ ხო არასოდეს არ გვინახავს მსგავსი რამ, რომ კონკრეტულად გერმანიას ვლაპარაკობთ და დავრჩეთ ამ გეოგრაფიულ ერთეულში, რომ მათ ლიდერებს გამოსულიყო და დაეგმოთ რომელიმე სხვა მათთან მეგობრული კავშირის მქონე ქვეყნის თუ მეზობელი ქვეყნის შიგნით მომხდარი რაიმე ან კანონდარღვევა, ან რაღაც ძალიან ღია ადამიანის უფლებების დარღვევა არასოდეს არ ყოფილა ეგეთ რაც. ანუ ეს ხო კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ აბსურდულობას. არასოდეს არ ყოფილა კი არა, თვითონ არ ყვევენ და როგორი ეგ ცალკეა. რუმინეთის და მოლდოვას მაგალითი, მისი ბოლო არჩევნები, ასევე რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, ხო? რომელსაც რუბლები და ბილეთები აღმოუჩნდეს და ეს რა ქვია პრორუსულად შეერაცხეს და სამართლებრივი მოქმედებები რუსეთის აგენტად და ასევე არის დოდონი ხო მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი რომელიც დაჭერილიც კი იყო მაგაზე რომ არ ეწინააღმდეგებოდა ვთქვათ აი ბრიუსელის გინდა დიქტატურა დავარქვათ გინდა ინტერვენციონისტულ პოლიტიკას და ატარებდა იქ საკმაოდ კონსერვატიულ და საკმაოდ ანტიგლობალისტურ პოლიტიკას და ამიტომ დასაჯეს ყველანაირად. ანუ ჩვენ ამას უყურებთ. და ეხლა უყურებთ გერმანიაში როგორ დახოცეს ოპოზიციური პარტიის წევრები და გერმანიაში ყველანი ხო თანხმდებით იმას, რომ თანაბარი პირობები რო ქონდეთ მაგალითად AfD-ს წევრებს და მართლ პარტიას ან კოალიციურ მთავრობას თანაბარი პირობები რო ქონდეთ. თანაბარში უგულისხმობ მედია გაშუქება ქონდეთ ერთნაირი ქუჩაში ერთნაირად ჩანდნენ ბილბორდებზე სოციმედიაში იგივენაირი წარმომადგენლობა ქონდეთ იგივე მეთოდოლოგიით ხო ესენი ბლოკებიან ყველგან ვაფშე სხვა სურათი იქნებოდა
გერმანიაში და გერმანიის არჩევნებზე. და აი უახლესი კვლევით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, AfD-ს რეიტინგი უკვე არის 42% გერმანიაში და რაც არის რეკორდული მაჩვენებელი ყველა არახელისუფლებაში მყოფი პარტიის გერმანიის ისტორიის მანძილზე და ეს ისგანაა გამოწვეული, ან მაგაზე რო დაფიქრდნენ. ეგრეა, იმიტომ რომ მან არჩევნები რო ტარდება 20-25-30% ძალიან ბევრი, იმიტომ რომ კოალიციური მთავრობა დგება და ზოგადად ევროპული არჩევნები ესე არის გადალაგებული. ხა ნახეთ ხო რა რეიტინგი აქვს მაგალითად მაკრონს, ხო? და რა წარმომადგენლობა ყავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეგ პროცენტულობა არის სიგიჟე და რისგან არის გამოწვეული და ალბათ აი მე ლიბერალურ დემოკრატიაზე მეტად ამას კულტურულ მარქსიზმს დავარქმევდი, იმიტომ რომ ლიბერალური დემოკრატია კიდევ უფრო სხვა მდგომარეობაა ალბათ. აი კულტურული მარქსიზმი, ანუ მემარცხენეობა დაცალეს, ან სოციალიზმი დაცალეს ეკონომიკური საკითხებისგან. და დატოვეს მხოლოდ მისი ახალი კულტურული პოლიტიკა, რომელიც არის უმცირესობის უფლებები, პოლიტკორექტულობა და ასე შემდეგ. აი ეს მდგომარეობა, ამ მდგომარეობამ თავი მოჭამა ევროპაში. ჩვენ ამ გადაცემაში ძალიან ხშირად გვისაუბრია, რომ ევროკავშირი ზოგადად და ევროკავშირის ქვეყნები და მათი მმართველობები არ არის ევროპელი ხალხის რეპრეზენტატორი. ესენი არ გამოხატავენ ევროპელ ხალხს, ესენი სხვა რაღაცას გამოხატავენ. გამოხატავენ deep states. Deep states, რა თქმა უნდა. და თან ამ მაგაზე დღეს შევხვდა ბიჭო, რაღაც აბსურდული გამოკითხვა ქართული. ვიღაც ტიპი დადის და deep state რა არისო, ეკითხება რა. აკაცუკო ვიღაც TikToker-ებს და ვიღაცებს რა და ბიჭო, ანუ პასუხები იყო, რომ ანუ deep state არის გაუნათლებლობა და deep state არის ვისაც ამის ჯერა, ის არის გამოქვაბულის ადამიანი და დაპირისპირების ველი ამ საკითხს. მართლა ესეთ რაღაცაზე გადის რა, ანუ ტიპები გეუბნებიან, რომ ესა სანტა კლაუსი და ანუ ამისი თუ გჯერა, შენ ხარ იდიოტი. ანუ ამის მთქმელი არის როგორი ინტელექტუალური ჩლუნგი და დაბლაგვებული და ნუ არ ვიცი ხა ამას თუ მართლა დავალებულად არ ამბობს ამას და რაღაც ამაში თავისი კონსიგნაციები არ აქვს. სხვანაირად ვერ დაუშვებ ხო ვერაფერს, ან მაშინ გვაქვს ჩვენ აბსოლუტურ კრეტინიზმთან საქმე, ან ნუ მოსყიდულ ადამიანთან გვაქვს რა საქმე. ამ deep state რომელზეც არ დარჩა ალბათ ან აკადემიური სივრცე, ან რაღაც სერიოზული პოლიტიკური სარბიელი, არ მიდიოდეს საუბარი, რომ ეს რა ტიპის ძალაა და რა ტიპის გავლენა აქვს და რა საფრთხეებს შეიცავს და წარმოადგენს და ასე შემდეგ. ნუ არის მართლა როგორ რაღაცა იცი, რა მეტეორი რომ მოფრინავს, რომელსაც უკვე ცაზეც რო ხედავ და რაღაც თავს რო იკატუნებ, რომ არაფერი არ ხდება კაცო, ეს ვისაც ამისი ჯერა, ის დებილი არის რა. ხო და ეს მაგალითი კიდე ერთი ძალიან კაი თვალსაჩინოება იმისა, რომ რამდენად გაბანძებული არის მთელი ევროპის ბიუროკრატია ამ deep state-ის ხელში რა. იმიტომ რომ მსგავსი ტიპის, ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ფსკერი გადაწყვეტილება, რაც მათი ხელით აღსრულებულა რა. იმიტომ რომ კი რაღაცა ხო საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოუყვანიათ, სააკაშვილი გათავისუფლეთო მაგ აქციებზე გამოუყვანიათ და ეგ უყვირებიათ, მაგრამ ის რო ეხლა ჩემი მუნიციპალიტეტი გიწყვეტს ურთიერთობას, თან ეს ხო არ რაღაცა ეკონომიკური შეთანხმება გქონდა და ვაჭრობა და დივიდენდებს ვიღებდით აქედან და აი გადაგვიჭრეს და აი ხა ნახეთ თქვენ თბილის როგორ დაერხევა ამის გამო ხალხთა შორისი მეგობრობის სიმბოლური აქტი ბიჭო. და ანუ აი ესეც კი აღარ გეკუთვნით თქვენ ისეთ ცუდი მდგომარეობა, იქნება აი ამითი ვიღაცა ხა შიგნით ღელვარება შემოვიტანოთ რა, რომ ზაარბრიუკენის აღარ გვეთანამშრომლება, ესეთ იზოლაციაში ვხვდებით, აბა რა არის მაშინ საქართველოს მომავალი რა და ანუ ამ ვიწრო მერკანტილურ გათვლებზე ანუ როგორ შეიძლება რომ სერიოზულად ვიღაცა დაჯდეს, იფიქროს რომ ეს მოიტანს შედეგს, მაგრამ ანუ აი იმდენად მართლა არის თოჯინების თეატრი კიდე უფრო ღირსეული რაღაც არის ალუზიის მოსაყვანად რა მიმართებით. ანუ ესე აბსოლუტურად ყველა აბსურდული დავალების შესრულებაზე ხელის მომწერად გადააქციო ბიჭო ევროპული მნიშვნელოვანი სტრუქტურები, ისეთი ალიანსები და ისეთი ორგანიზაციები, რომელსაც რაღაც პერიოდებში ჰქონდა ძალიან დიდი ავტორიტეტი და გავლენები. ანუ
თვით დესტრუქციის საუკეთესო მაგალითებს უყურებ ჩვენ სამწუხაროდ. ეს საერთოდ არ არის სასიხარულო, იმიტომ რომ ჩვენ არ გინდა ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ამ სივრცის უპირობო გამზიარებელი და ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტური პობის პროცესში მყოფი ევროპის მართლა დაისი დადგა აღარ ქვია ამას. კი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ტრამპი ჩაერთო და ტრამპმა მოუწოდა ევროპას და დაიწყო მის დაბულინგება, როგორ პატარა ბავშვებით გადასვა სხვა იქით პატარა მაგიდებზე, როგორც ტუქსავდა, შემდეგ როგორც ნატოს წევრ ქვეყანას და დანიას ელაპარაკებოდა, უნდოდა გრენლანდია, როგორც ესაუბრებოდა ის ევროპას და რაც დაუყენა ასევე თავისი ახალი ნაციონალური სტრატეგიით, რომ ისინი იწყებენ გარკვეულწილად იზოლაციონისტურ პოლიტიკას და კი ექნებათ ყველას თავისი ინტერესი სხვადასხვა მსოფლიოს წერტილებში, მაგრამ ის აღარ აპირებს ევროპა არჩინოს და როდესაც უკრაინას მიმართა და შემდეგ რანაირადაც დაალაგა ის ტექნიკური საკითხები, რომ იარაღს ევროპა მიაწვდის, ამ ფულს ევროპა გადაიხდის, ეს სრულად მიანიშნებს მაგას ალბათ, რომ ვითარება ძალიან რთული არის რა. მართლა და ისე არის ჩვენი გადაცემის სათაური გამართლდა იმ ხრივ, რომ ნამდვილად ევროპის დაისია. მანამდე იყო თქვათ საკითხები, რომელზეც კონტურები, რომელიც მიანიშნებდა, რომ დაისი და აი ეს იწყება, მაგრამ აი ნამდვილი დაისი შეიძლება ვთქვათ, რომ სრულდება და უყურებთ. ნუ ჩვენ ალბათ ასეთ დონეზე არ უნდა დავეცეთ და ხა ზარბიუკეს მოედა სახელი არ უნდა გადავარქვათ. იმიტომ რომ რეალურად ეს მართლა რაღაც ხალხებს შორის ურთიერთობის სიმბოლო იყო ამდენი წლის განმავლობაში და ჩვენს ხელშეოს აქვს ის ძალიან სწორი და ჰუმანური მიმართება მსგავსი საკითხებისადმი, რომ ცალხრივი მეგობრობის ნაწილში ზუსტად იმ ერების ერთმანეთთან ურთიერთობის და ისტორიული წარსულის და გამოცდილებების გამო, რომ ჩვენ იგივენაირად არ ვიქცევით, როგორ თავდასხმის სარბიელსაც ისინი იჩენენ ჩვენთან. ამიტომ ხო ალბათ უნდა დარჩეს ის სახელი არ უნდა შეუცვალოთ ამ მოედანს, მაგრამ ნუ რაღაც ფუნდამენტურად არის შესაძლებელი. კი, იმიტომ რომ ანუ ეხლა მართლა თელ ამ ევრობიუროკრატიას როცა გაუხარდება, რასაც დაავალებენ პირდაპირ ამის აღსრულებაზე, რომ ხელ ეწიფება და ჩვენ მართლა ისე გამოდის ახლა რა, რომ კი დაიდისულოვნები ვართ, იგივენაირი მეთოდებით არ უპირისპირდებით, მაგრამ სადღაც ალბათ ამოვა ხელში. ეგ ამოვიცი, იმიტომ რომ ჩვენ მართლა თავიდან ბოლომდე ამდენი უსამართლობის და ჩაგურის მცდელობის უშუალო ეპიცენტრი და მაყურებლები ვართ რა და რა ვიცი ხე ესეთი მარ საპნის ოპერებში არ არის ხოლმე რაღაცა მსგავსი მცდელობა რომ მუდმივად არასწორად შენ ხან რაღაც სახელი დაგარქვან, ხან რაღაც ურთიერთობა გაგიწყვიტონ, ხან გადაწყვიტონ რომ აი რაღაც რეზოლუცია მიიღო, სადაც აბსოლუტურ სიშლეგეებს დაგაბრალებ ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე და ნუ ეს გრძელდება ჯერჯერობით ამას დასასრულიც არ უჩანს და ნუ თავარი ისაა რომ რეალურად ქართული ხალხი ამას ძალიან კარგად ხედავს აქვს იმის უნარი რომ სწორი ანალიზი მოახდინოს შეუძლია და გააჩნია ზემოთხსენებული იმ არსებებისგან განსხვავებით, რომელსაც deep state მართლა გამოგონი რაღაც ელფი გონიათ, შეუძლიათ რომ სწორი ანალიზი მოახდინონ, დაინახონ ის დღის წესრიგი და რეალობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის და გარეთ ამ აგენტურული ქსელის მეოხებით ხორციელდება ჩვენზე და სწორი ვექტორები აირჩიონ იმ მიმართულებით, სად არის განვითარება, სად არის მართლა ისტორიის სწორი მხარე და რომელი არის გზა, რომელიც საქართველოს იმ სტაბილურობას, იმ მშვიდობას და იმ განვითარებას უხადის, რომლის გზაზეც არის შემდგარი. დღეისათვის ალბათ სულ ეს იყო. ხო შეგვიძლია კომენტარი დავამატოთ, რომ მე წარმოდგენა ძალიან მინდა მაგალითად მიშა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში რა მოხდებოდა რა, რაც კითხავდნენ ალბათ უკრაინაზე მეტად ვიომებდით, ალბათ საქართველოს ჩამოიშლებოდა, დაგიწყებდნენ ლაპარაკს, რომ სამაგიეროდ ეს ხდება.
ქვეყანას ჭირდება და პატრიოტიზმი ეს არის, რომ უნდა გავიდეთ პარტიზანულ ომში, ჩავერთოთ ტყეებიდან ავიღოთ იარაღები და ავტომატები და იქნებოდა ეს მდგომარეობა, იმიტომ რომ ჩვენ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ვნახეთ ერთადერთი მართლობა მიშა სააკაშვილის, რომელიც იყო აი კოლონიალიზმის დასტური და მაგაზე მე სულ იმას ვიხსენებ რა, ერთ-ერთი ტიპი რო ამბობს მერაბიშვილი და გვარამია რა, რომ ქვემოთო მიაწერე ჯონიო ან უცხოელი ამერიკელის სახელი და გვარიო და все უკვე ნიშნავს რომ მართალი იქნება. ლეგიტიმაცია. ხო, უკვე იქნება რომ ძალიან რესპექტაბელური და დიდ რამეს ამბობს. ეგ არის და ეგ რა. მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით შემდეგ კვირას პოსტებზე 10:09-ზე, კარგად გრძნობით. ახლა მდის